შემოსული ადამიანი უკვე იმას კი არ ცდილობს, რომ ადამიანობის მაღალ საფეხურს მიაღწიოს. მონასტერში მოსული ადამიანი უკვე ანგელოზებრივ ყოფას ცდილობს, რომ მიაღწიოს, რადგან ერში მან გაიარა ეს საფეხურები ადამიანური მაღალი სიმაღლის მიღწევისა და უკვე ერში ყოფნა მას არ აკმაყოფილებს, უფრო მეტი უნდა სრულყოფის გზაზე დამდგარს, მეტი უნდა და ღმერთს მითხრავს ასეთი ადამიანი უკვე მომწიფებული ადამიანების საფეხურები რო გავლილი აქვს და უკვე ანგელოზებრივ საფეხურებს რო შეეჭიდება, ასეთი ადამიანი უნდა მივიდეს მონასტერში. ასეთი განწყობის ყოველ შემთხვევაში. ვერის მაცხოვრებელს შეხედეთ. ოჯახებში რა ხდება, ოჯახებს შორის რა ხდება, მეზობლებს შორის რა ხდება, მეგობრებს შორის რა ხდება, უცხოებთან ურთიერთობა, მტერთან ურთიერთობა, ყველას ერში ეს არის უკუღმა. შეხედეთ სახელმწიფოებრივ დონეზე შეხედეთ, როგორ განკითხვებში ვართ. როგორ გვატყუებს ეშმაკი და მთავრობა, როგორ მოგვიწოდებს სატანურ მოწოდებებს. რომ ჩვენ უნდა შევიძულოთ თურმე რუსეთი, რუსი, ან თურქი, ან ფრანგი, ან ამერიკელი, ჩვენი ეროვნული უბედურების მიზეზებს თურმე სხვებში უნდა ვხედავდეთ. აი როგორ სატანური არის ერის ცნობიერება, ერის კაცთა ცნობიერება. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ანბანი ქრისტიანობისა, ერში რომ მრევლია ეკლესიისა, იმათაც კი არის. და მე ამისი მოწმობა. ანბანი არის. რატომ უნდა უყვარდეთ მტერელი? რატომ უნდა იცხოვრდნენ მტრისაგან უფრო მეტ მტრობას, უფრო მეტ შეურაცხყოფას? ეს არ ესმით. რატომ უნდა მოიძულონ საკუთარი თავი? რატომ უნდა გადააკეთონ საკუთარი თავი? რატომ არის რომ უფალი ეუბნება ეს შეგიძლია მხოლოდ, ეს ხელგეწიფება მხოლოდ, ეს გევალება მხოლოდ საკუთარი თავის გადაკეთებაო? არ არის. ეს იმას ნიშნავს რომ არა ვართ ქრისტიანები. მათემატიკოსი როგორ იქნები თუ 10-მდე თვლა არ იცი? პოეზიის და წერლობის პრეტენზია როგორ გექნება თუ გრამატიკა არ გესმის ენისა? პოეზიის და ხელოვნების ანბანი თუ არ იცი, როგორ გექნება? უნდა გქონდეს პრეტენზია დიდი მწერლობისა და დიდი. მოდი თუ ერთად ვართ, აი ჩემთან ხომ მოხსულხართ, აი დღეს ჩემთან მოსულხართ და საერთოდ ჩემთან ჩემსთანა და ჩემზე უკეთესი მოძღვრები უამრავი არის. ჩვენი მონასტერი სასოდავი მონასტერია, შეხედეთ, სახლი და კარი არ აქვს. დაპირობებში ცხოვრობდით, ერთი ახლა გაყვათ, ახლა აი შეიხედეთ დაპირობებში ცხოვრობდით ზამთარში. ან დაბლა, იქა მამები რა პირობებში ცხოვრობენ და დედები რა პირობებში ცხოვრობდნენ, აი დღევანდლამდე. და ამას ყველაფერს ასეთ არასასურველ პირობებს იმისთვის არის, რომ ჩემთან ახარ. თვითონი თქვენთაგანი განაჩენი ტვირთი არ ახარ. და მე ჩემი ცოდვები რო ჩამოვთვალე, ცოდვები კი არა ჩამოვთვალე, არამედ ვაღიარე. ყოველთვის ასე არ მიქცევ. ჩემ შესწომებს, ჩემს ცოდვებს მე არ ვაღიარე, არ ვამხე და გულგრილობა დაინახე ჩემში, როდეს უგულობა დაინახე ჩემში, როდეს რომ მე საფრთხოდ არ წარმემართებოდი და არ ვესწრაფოდი ღმერთს, აი ესეთი რამ დაინახე ჩემში, როდეს ადამიანური ცოდვები გასაგებია, როგორ მოწყდებით ამას. მაგრამ ამას ხო უნდა ვებრძოლოთ და განა ვერ ხედავთ რომ მე ვებრძი ამას და განვისდი და ძალიანაც განვისდი. და თუ ჩემთან ახალ, რატო არ მომბაზოთ? სიზარმაცე მაქვს, არ მიყვარს რომ ნუ თუ მართლა ბოროტად გექცევით თქვენ. არასწორად როცა მოგეკცევით, განა არ ვაღიარებ და არ ვითხოვ შემდგარ. და თუ ერთად ვიქნებით, თუ გულწრფელად ვიქნებით, განა არ იცით რომ განა მართლა არ იცით რომ მე შემთხვევით არა ვარ აქ. განა არ იცით რომ მე ღვთისაგანა ვარ ნაკუთრი, როგორც სხვა ყველა სასულიერო პირი. და თუ ვინმე არის ღვთისაგან ნაკუთრი და მე ერთ-ერთი მათგანი არა ვარ, როდის იყო რომ გართობას ვესწრაფოდი, როდის იყო რომ სხვა რამეს ვესწრაფოდი. დაღლი შეიძლება რაღაცნაირად სხვა რამე გავაკეთო ისეთი, რომელიც გადამრთავს და ცოტა შვებას მომგვრის, თორე რა სიამოვნებს მე ან ჭამასმა ან სხვა რამე გასართობი ერთგვარად უწოდებ ამას გასართობს. რაც მაქვს მიღიარებია კიდევაც, რომ ჩემი ღირსება არის გულწრფელობა. რწმენა კი არა, ცოდნა და გამოცდილება მაქვს ღმერთის რეალობისა, ღმერთის არსებობისა, ზეცისა, სულის მკვდრების და თუ მართლა გავერთიანდებით, თუ თქვენს გულწრფელი გახდებით და გულწრფელად გამემოწაფებით, მაშინ ხო მეც ხო შემისუბუქდება და თქვენ
ჩემგან რაც გეკუთვნით ღვთის მადლი და ძალა, ასკეცად არ მიიღე და ყველანი არ გავიხარე. თუ მიზნად ღვთაებრივი სრულყოფილება და გაღვთობა გვაქვს დასახული, ვერაფერი ვერ დაგვიშლი და თითოეული თქვენთაგანი შინაგანი ბრძოლა ვისაც გააქვთ და ყველას გვაქვს ხადია, იულად არ გადალახავთ ამ წინაღობებს საკუთარ თავში. აი, ერთი ჩემი სუბუქაარსო მეუბნება უფალი. თუ ჩვენ ასე საფრთხო წარმართებით და ღმერთს შეუძლებთ, შეგვინს სუბუქდება. მაგრამ არ გვინდა ანბანური ჭეშმარიტება რომ გავიგოთ და დავისახოთ მიზნად რომ ის საფუძველია და ამ საფუძველს რომ ვეუბნოთ. არ გვინდა რომ საკუთარ თავს ვებრძოლოთ. გვინდა სხვათა გადაკეთება და შეცვლა. აი სატანიზმი, აი ბოროტება და როდესაც ამას შეგნებულად ვაკეთებთ, მაშინ ჩვენი ადგილია. ჩვენ საფრთხოს მოვა აღარ ავართ. მოგიწოდებთ, რომ თქვენი სულების სახსნება თუ მართლა გინდათ ბედნიერება. მარადიული ბედნიერება, თორე ამ ქვეყნიური ბედნიერება ყველას უნდა. უღმერთოებს ყველას ეს უნდა. ისინი ბედნიერებას ჭამას მაშინ და ხორციელ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაში ხედავენ და თავისი ჟინის გატარებაში და თავისი გაიტანენ. მოიქნებით ასე. მოდი მართლა გავიხაროთ ღმერთი, გავიხაროთ სულიერი შრომით, ბრძოლით და საკუთარ თავზე გამარჯვებით. განა არ ვიცით, რომ ერთადერთი მტერი ვყავს ჩვენ, საკუთარი თავი. და ეს მტერი როგორმე უნდა მოჰყლა და წარწმიდო და აღგავო პირისაგან მიწისაო, განა ამას არ გვეუბნება ქრისტე. და რომელი თქვენთაგანი აკეთებთ ამას? რომ საკუთარი თავი შეიზიზღოთ, ჩვენ სხვების მიმართ აგვაქვს სიზღი. საკუთარი თავი მოიძულოთ, ჩვენ კი სხვები გძულს. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა ვიყოთ თვალთმაქცი ქრისტიანები? გადასმული ეშმაკები რატომ უნდა ვიყოთ? სანამდე უნდა ვიყოთ. ყველაფერს გულმოდგინედ გვაკეთებთ, რაც უღვთოა, მაგრამ ღვთის საქმეს კი არ ვაკეთებთ გულმოდგინედ. და არ გახსოვთ ის საფრთხო წერილი, რომ წერია წეულიც იყავ მოქმედი საქმის საუფლისა უდებებითა, გულგრილობითა. და რომელი საქმე არ არის ღმერთის საქმე, საფრთხო საქმე, გამაკეთის შეგვიძლია შრომა, რომელი არ არის? ღმერთო, ამ ბოლო დროს ერთი სადღეგრძელო ვისწავლები, რომელიც ერთი ასეთი ამოძახილით გამოიხატება. ზოლის ჟინია ეს. ღმერთმა დაგლოცეთ გაგახსნა. ბერების დღეა, დიდი ბერის დღე არის ეს. სერაპიონ გარიჯენის და წმინდა მამათა, წმინდა ღმერთთა, ღმერთისთვის შეწირულ მამათა, ლოცვით, ყველაფერთაგანი დაგლოცეთ. საფრთხო წარმართეთ. საფრთხო წარმართების დიდი სურვილი და წყურვილი აღგიზრდათ გულში და ღმერთმა გაგაბედნიერებთ. ამინ.